რამდენიმე წუთში დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახალი კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით. ამ დოკუმენტში ქართულმა ოცნებამ ეს არის დოკუმენტი კანონის შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. ამ დოკუმენტში ჩაწერა კიდევ ერთი ახალი ტერმინი ხალხის სავალი ნაწილი და ამით უკვე დაანონსა, რომ სამომავლოდ საპროტესტო აქციების ტროტუარზე გამართვა იქნება შეზღუდული. დოკუმენტში წერია, რომ დაუშვებელია ტრანსპორტის და ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს აქციის მონაწილეთა რაოდენობა. ამისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწევთ, რომ წინასწარ გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასეთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ხალხის სავალი ნაწილის გახსნის და შესაბამისად საპროტესტო აქციის დაშლის და იმ შემთხვევაში თუ კი ტროტუარი მასობრივად გადაიკეტება, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მისცემს საშუალებას, რომ 15 წუთის განმავლობაში დაიშალონ და შესაბამისად პროტესტი შეწყდეს. ქართული ოცნება ასე ზღუდავს მოქალაქეების შეკრებას დემონსტრაციებს უკვე ტროტუარზე გზის გადაკეტვის შემდეგ, საავტომობილო გზის გადაკეტვის შემდეგ და დღეს ბუნებრივია გვაქვს ჩვენ კითხვა, რამ გამოიწვია, რამ განაპირობა ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, ან რომელი ქვეყნის გამოცდილებას იზიარებენ ისინი, ან ეს არის თუ არა მათი მხრიდან ასევე ირიბი აღიარება იმისა, რომ ქვეყანაში პროტესტი არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე და რეალურად ქვეყანაში პროტესტი მილევად რეჟიმშია, თუმცა ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ამ პროტესტს იმჩნევს, თუმცა იმჩნევს აი ამ ფორმით ზღუდავს მას მაქსიმალურად. გზის სავალი ნაწილის გარდა ტროტუარის გადაკეტვა თუ არ იქნება აუცილებელი, ამის გადაკეტვა არ მოხდეს, ან თუ ამის საჭიროება იქნება, პოლიციას ჰქონდეს უფლება შესთავაზოს სხვა გეზი იმ მიმართულებით, სადაც პროტესტის მონაწილეებს ექნებათ სურვილი გადაადგილების. ანუ გაწუხებთ პროტესტი, ისიც კი რაც არის. თქვენ ამბობთ, რომ არ არის პროტესტი. მაგრამ დაჩქარებული წესით მე არ ვიცი ვინ ამბობს, რომ პროტესტი არის თუ არ არის, პროტესტი არის. ყოველ საღამოს ერთი ადამიანის პროტესტიც არის პროტესტი და მისაღები თუ ის მოთხოვნები სამართლიანია. პროტესტს ამ ქვეყანაში ვერავის ვერ აღგზავნავს. ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება. ბავარია თქვენი და ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დროს არ შეზღუდოს ქვისი გადაადგილების უფლება. ეს არის თუ არა იმის აღიარებაც, რომ რაკეღა ტროტუარი იკეტება, ესე იგი პროტესტი ქვეყანაში არსებობს. ანუ ტროტუარის გადაკეტვაც კი თქვენთვის პრობლემაა. თქვენ ჯერათ რომ ქვეყანაში პროტესტი არ არსებობს? თქვენ ამტკიცებთ ამას, რომ პროტესტი მილევადია, რომ 50 ადამიანი ხანდახან აკაცუკებად მოიხსენიებთ მათ. როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ერთი ადამიანის პროტესტი, ჩვენთვის პროტესტი. ქვეყანაში არსებობს რეალურად პროტესტი 300 კაცისა, რომლებიც თავსახურობენ თავის მოქმედებას მთელ საქართველოს, აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. 300 კაცი არ არის უფლებამოსილი თავისი დღის წესრიგით ატრიალოს მთელი ქვეყანა და შელახოს სხვათა უფლებები თავის შუაზე. თუ ისინი მოუპოვებენ იმ მხარდაჭერას და იმ დღეს კონკრეტულად შეიკრიბება ის რაოდენობა, სადაც აუცილებელი იქნება ამ გზების გადაკეტვა, პოლიცია ამას ხელს შეუწყობს პირიქით. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იგეგმება და ეს კანონი არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ ადამიანებს მშვიდობიანად ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თავიანთი აზრი, საპროტესტო აზრი დააფიქსირონ, თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვან, ოღონდ მშვიდობიანი ფორმებით, ხოლო როდესაც ეს იღებს ძალადობრივ ხასიათს, როდესაც ეს უშლის სხვა ადამიანების უფლებას, იცხოვრონ მშვიდად, მოწესრიგებულად და საფრთხე არ შეექმნას მათ უსაფრთხოებას, მათ ჯანმრთელობას, აი ეს როდესაც ამ უფლებას ეწინააღმდეგება მათ მიერ პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საზოგადოებრივ წესრიგზე და დაიცვას იგი. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სამეულში შედის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში. ასე რომ ეს საქართველოს უსაფრთხოება და ის რომ საზოგადოებრივი წესრიგი საქართველოში დაცულია, სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი პოლიცია, ჩვენი სამართალდამცავები უზრუნველყოფენ საქართველოში უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. პროტესტის მონაწილეები კი, რომლებიც უკვე 1 წელზე მეტია რუსთაველის გამზირზე დგანან, ისინი დგანან ტროტუარზე მას შემდეგ, რაც გზის გადაკეტვა უკვე კრიმინალად აქცია ქართულმა ოცნებამ, ისინი სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს, მათ შორის მართავენ მსვლელობებს. დღეს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე ამბობენ, რომ რეალურად ხელისუფლება აღიარებს, რომ პროტესტი ქვეყანაში არსებობს და მისი მაქსიმალურად შეზღუდვა უნდა. თუმცა აქციის მონაწილეები ჩვენ
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს პირიქით მოტივაციაა პროტესტის მონაწილეებისთვის, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდეს და მიუხედავად ასეთი კანონპროექტებისა, ასეთი კანონებისა, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააგონონ მათი ხმა. ხელისუფლებას უნდა კონდეს წინასწარ მიღებული გაფრთხილება, ინფორმაცია იმის შესახებ სად გაიმართება მარში, რა მიმართულებით გაიმართება, მათ აქვთ იმის უფლება, მოსილება ამ კანონმდებლობით, რომ პროაქტიულად შეცვალონ, ასე ვთქვათ, შესთავაზონ ორგანიზატორებს სხვა მიმართულება მარშისთვის, ალტერნატიული დრო, პროტესტის ალტერნატიული ადგილი და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს საქართველოში პროტესტის უფლების გაუქმებას და რა თქმა უნდა არც ერთი თავმოყარი აქტივისტი და აქციების ორგანიზატორი ამას უბრალოდ ვერ დაემორჩილება. როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიპოვეთ ახალ-ახალი გზები პროტესტის და გაგონების ზოგადად ჩვენი ხმის რომ არ შევეგუებით ქართული ოცნების რეპრესიულ და უსამართლო ხელისუფლებას შესაბამისად გავაგრძელებთ ისევ პროტესტს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს პროტესტი რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით არის ბევრად უფრო ღირებული ვიდრე ჩვენი პირადი თავისუფლებები ხშირ შემთხვევაში ეს არის მათი გზა სხვა რო ვერაფერი ვერ ნახეს, ვერ გამონახეს, იმიტომ რომ ხალხი ნახეთ როგორ შეუპოვარია, მაინც გამოდის ქუჩაში და ახლა გამონახეს ეს გზა, მაგრამ აი ხალხსაც არის დამოკიდებული ამას როგორ ახლა სულ ხო არ გავსებენ ციხეს, ამდენ კაცი რო გამოვა, ადგილიც არ ეყოფათ. ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება ახლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ უკვე უახლოეს პერიოდში ხელისუფლება მოახერხებს მის კანონად ქცევას, რომლის დადასტურების დამტკიცების შემდეგ უკვე ტროტუარზე აქციის გამართვისთვის მოქალაქეებს მოუწევთ წინასწარ გააფრთხილონ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ პოლიცია ჩათვლის, რომ საკმარისი რაოდენობა არ არის ტროტუარის გადასაკეტად, კანონს უკანონოდ ჩათვლის საპროტესტო აქციას და შესაბამისად მოიქცევა ისე როგორც ამ დრომდე ვნახეთ, მას ექნება უფლებამოსილება ადამიანები დააკავოს.